გამარჯობა. რადგან ჩემი ბლოგები ასე აღიზიანებს თანაც ერთნაირად ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას, თუ გინდათ ჯერ ქართული ოცნება, მერე ნაციონალური მოძრაობა თქვით. მოდი დღეს კიდე ერთ ბლოგს ჩავწერ ესეც რა, რომ გაღიზიანდნენ ეს იდიოტები, ოღონდ ჭეშმარიტებით, მხოლოდ არგუმენტირებული სიმართლით. ბიჭო, ამათ რო შეეკითხოთ ქვეყანაში დემოკრატია აქვს და რა ვიცი რა, თანასწორობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას აშენებენ. თუმცა ეს იცრუეა. თუ ეს ასე არის, რატომ არის მიხეილ სააკაშვილი 2 თუ 3 ვარსკვლავიან სასტუმროში? ზოგი შეიძლება შემედაოს 5 ვარსკვლავიანიც არის. და რატო არ გადაყავთ ის, როგორც ჩვეულებრივი პატიმარი გლანის ციხეზე, სადაც იქ ბევრს ისტუმრებდა თავისი პოლიტიკური ოპონენტების ჩათვლით და თან რა არის, იცი, რო შეეკითხოთ ქართულ ოცნებას, პარალელურ რეჟიმში გვანახებენ, რაც უდი იყო სისტემა ნაციონალური მოძრაობის და ეს სიბილწე რას უშვებოდა ხალხს, როგორ აუბედურებდა ოჯახებს, ნამდვილად ასე იყო. მაგრამ თუ მათი ქმედება არ არის თავიანთი პოლიტიკური დესპოტის გაправებაზე, ისინი უარესები იყვნენ, ჩვენ შეიძლება ცუდები ვართ, მაგრამ ისინი ხო ჩვენს სასტიკეში გვჯობდნენ, აი ამ ნარატივის ქვეშ რომ იყავთ მთელი თავიანთი პოლიტიკური ეპოპეა და მმართველობა. იქ რამდენი ზის გლდანის ციხეში ქართული ოცნების რეჟიმის ხელში უკვე. თუ მიხეილ სააკაშვილი თანასწორია და ჩვეულებრივია, როგორც ხვები, რატო გყავთ? ვიზია 5 ვარსკვლავიან თუ 4 ვარსკვლავიან თუ 2 ვარსკვლავიან სასტუმროში თავისი ინტერნეტით, თავისი ტელევიზორით, თავიანთ რატო აკეთებს განცხადებებს, ციხიდან ასე მარტივია? რა არის პატიმრობა, ქოცება თუ არა სოციალური სტატუსის შეზღუდვა? თუ მას სოციალური სტატუსი არ მაქვს, თქვა კრიმინალს ავიღოთ შეზღუდული რა განმასხვავებს მე დანარჩენი მოქალაქეებისგან? არაფერი, ხო? გამოდის რომ თქვენ არა გაქვთ თანასწორობა და თანასწორუფლებაზე დამყნილ საზოგადოებას არ აშენებთ. თქვენ რაღაც სტანდარტებს ქმნით. იცით როგორ სტანდარტებს ქმნით? რამე იქნება ჩვენს პოლიტიკურ რეჟიმს ბზარი არ გაუჩინოს. ნაკლები მიტინგები იყოს, ნაკლებად იყიროს ნაციონალური მოძრაობა და ხალხი მოხალხეს პრესინგში. აი ეს არის სიმართლე. ახლა გინდათ იყირეთ ნაცებმა, გინდათ იყირეთ კოცებმა, ვის რომელი დანაშაულიდან უკვე ნამდვილად რთულია ქართველი ერისთვის აწონოს, იმიტომ თქვენ ფაქტიურად ერთმანეთს გადაასწარეთ სიმახინჯის კეთებაში, თქვენ გაძარცვეთ ნაციონალური მოძრაობა და პირადად მიხეილ სააკაშვილი, თუ რამე სიბილწე ქონდა, პორტირება გაუშვით თავიდან ბოლომდე თქვენს პოლიტიკურ ვენებში, ამიტომ თქვენ და თქვენ სიყალბეს მე ყოველთვის გამოვალ და აქედან ყოველთვის დაუპირისპირდები არგუმენტებით, რაც არ უნდა აი ამათმა მიმდევრებმა და როგორ გითხრა ახლა რა, ქურუმები ესენი არ არიან, მაგრამ აი ყვირალი ტიპები რო ყავთ, მლანძღონ, მაგინონ არ მოეწონოთ ჩემი სიმაღლე, თვალისფერი, წონა, ხო, მაინც დედას გიტირებთ. აი ამ სიმართლის ცეცხლით გაგანადგურებთ. თან ირონიასაც დაუმატებ, იმიტომ რომ თქვენ არ გიყვართ ირონია. მე ეს იარაღი ძალიან მომწონს რა. თქვენს წინააღმდეგ.